საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩემო პატარებო და გილოცავთ პირველკლასელობას. ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ მათემატიკის საოცარ სამყაროში. ერთად მრავალ აღმოჩენას გავაკეთებთ. დღეს ვისაუბრებთ რიცხვებზე, მათ გამოყენებებზე. რიცხვებს ჩვენ ვიყენებთ თვლისას, ან კიდევ რაოდენობის დასადგენად. დათვლა ალბათ ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე იცის. იყენებთ თამაშის დროს, მაგალითად დახუჭობანას, როდესაც თამაშობთ. ვინც არ იცით, აუცილებლად ვისწავლით. ჩვენ დღეს გავიწაფებით თვლაში, რაოდენობის დასახელებაში და შევადარებთ რაოდენობებს. თვლა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, რადგან უბრალოდ დავითვალოთ, რამდენი ხელი გვაქვს, ფეხი გვაქვს, რამდენი ვარსკვლავია ცაზე. გვეყოფა თუ არა ფული ნაყინი საყიდლად. მაშასე დავიწყოთ თვლა. 1, 2, 3, 4, 5. კიდევ ერთხელ 1, 2, 3, 4, 5. ახლა კი დავითვალოთ ფანქრები. რაოდენობა 1, 2, 3, 4, 5. თუ ყურადღებით მისმენდით, დააკვირდებოდით ალბათ, რომ ბოლოს დასახელებული რიცხვის სახელი და რაოდენობა ჩვენი ფანქრების ერთი და იგივე რიცხვია. მაშასადამე, რაც რიცხვების რაოდენობა არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ თვლისას ბოლოს ვასახელებთ. ახლა მოდით დავითვალოთ ფლომასტერების რაოდენობა. 1, 2, 3, 4. რომელი რიცხვი დავასახელეთ ბოლოს? რიცხვი 4. მაშასადამე, ფლომასტერების რაოდენობაც 4-ია. ახლა დავითვალოთ ღილები. 1, 2, 3. რომელი რიცხვი დავასახელეთ ბოლოს? რიცხვი 3. მაშასადამე, ღილებიც 3 გვაქვს. მაგრამ არა არის აუცილებელი თვლისას დავიცვათ თანმიმდევრობა. შეგვიძლია არეულად დავითვალოთ, მაგრამ მაინც მივიღებთ მიღებულ რიცხვს. თავარია არ გამოგჩეს არც ერთი საგანი. მოდით ისევ დავითვალოთ ფანქრები ოღონდ არეულად. 1, 2, 3, 4, 5. როგორც ხედავთ, ისევ 5 ფანქარი გვაქვს. იმისათვის, რომ თვლაში გავიწაფოთ, მოდით კიდევ ერთხელ დავითვალოთ. დავითვალოთ ვაშლების რაოდენობა. 1, 2, 3, 4. გაიხსენეთ რა გითხარით? ბოლოს დასახელებული რიცხვი არის რაოდენობა. დავასახელე რიცხვი 4. მაშასადამე სულ 4 ვაშლი ხატია დაფაზე. ახლა დავითვალოთ ნაძვის ხეების რაოდენობა. 1, 2, 3. ბოლოს დავასახელეთ რიცხვი 3. მაშასადამე 3 ნაძვის ხე ხატია დაფაზე. ახლა კი დავითვალოთ ყვავილების რაოდენობა. 1, 2, 3, 4. ყვავილებიც 4-ია, რადგან 4 რიცხვი 4 დავასახელე სულ ბოლოს. თვლისას არ არის აუცილებელი დავიცვათ თანმიმდევრობა. შეიძლება არეულადაც დაითვალოთ საგნები, მაგრამ თავარია არც ერთი საგანი არ გამოგჩეთ. მოდით ისევ დავითვალოთ ოღონდ არეულად. 1, 2, 3, 4. ხომ ხედავთ, ისევ 4-ია ვაშლი. 1, 2, 3. 3 ნაძვის ხეა. 1, 2, 3, 4 და 4 ყვავილია. ახლა კი შევადაროთ სხვადასხვა საგნის რაოდენობები. დავითვალოთ ჯერ გულები. 1, 2, 3, 4. გული გვაქვს 4. ახლა კი კუბიკები. 1, 2, 3, 4. კუბიკებიც 4 გვაქვს. მაშასადამე, კუბიკების და გულების რაოდენობა თანაბარია. ან კიდევ ითქვას შეიძლება ტოლია. ან ერთი და იგივეა. მაგრამ ამ ნახატზე კარგად ეს არ ჩანს. მოდით ახლა სხვა ნახატს შევხედოთ. დაუკვირდით, გულები თანმიმდევრობით არის დახატული. დავითვალოთ ისევ 1, 2, 3, 4 და მათ ქვეშ მივუხატეთ კუბიკები. 1, 2, 3, 4. თითოეულ გულს მისი მეგობარი კუბიკი აქვს მიხატული.
როგორც ხედავთ, არც ერთი გული არ არის უმეგობროდ დარჩენილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კუბიკების და გულების რაოდენობა თანაბარია. ან კიდევ გულები იმდენივეა, რამდენიც კუბიკები. და პირიქით, კუბიკების რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც გულების. საგნების დათვლისას შესაძლებელია მათი რაოდენობა არ იყოს ტოლი, იყოს სხვადასხვანაირი. მოდით დავითვალოთ ვარსკვლავების და ღიმილების რაოდენობა. ჯერ ვარსკვლავები 1, 2, 3, 4, 5. ვარსკვლავია 5, ღიმილი 1, 2, 3, 4, ხოლო ღიმილი გვაქვს 4. როგორც ხედავთ, ვარსკვლავებისა და ღიმილების რაოდენობა განსხვავდება, მაგრამ აქ კარგად ისევ არჩევს ამ ნახატზე და ისევ დავუმეგობროთ თითო ვარსკვლავს, თითო ღიმილი. როგორც ხედავთ, ისევ დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5. 5 ვარსკვლავი გვაქვს. 1, 2, 3, 4, 4 ღიმილი. მაგრამ ერთი ვარსკვლავი უმეგობროდ დარჩა. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვარსკვლავები მეტია, ან კიდევ ღიმილები ნაკლებია. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ვარსკვლავები მეტია, ხოლო ღიმილები ნაკლებია. მოდით ახლა შევადაროთ ფინჯნების, კოვზების და ლამბაქების რაოდენობა, რომელი იქნება ტოლი, რომელი იქნება მეტი ან ნაკლები. დავიწყოთ 1, 2, 3. ფინჯანი გვაქვს 3. 1, 2, 3, 4, ხოლო ლამბაქები 4. 1, 2, 3, 4, კოვზიც 4-ია. რა შეიძლება ითქვას? ფინჯნების და რაოდენობა ნაკლებია ლამბაქების რაოდენობაზე, ხოლო ლამბაქების რაოდენობა და კოვზების რაოდენობა თანაბარია. ან კიდევ ლამბაქების რაოდენობა მეტია ფინჯნების რაოდენობაზე. მოდით ახლა შევაჯამოთ დღევანდელი გაკვეთილი. რაზე ვისაუბრეთ დღეს? რიცხვებზე. მათ გამოყენებაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რიცხვებს ვიყენებთ თვლისას ან რაოდენობის დასადგენად. როდესაც გვინდა რაოდენობა დავადგინოთ, ჩვენ თვლისას რომელ რიცხვსაც დავასახელებთ ბოლოს, იმ რაოდენობას ვასახელებთ. ან კიდევ რაოდენობის დასახელებისას არ არის აუცილებელი დავითვალოთ თანმიმდევრობით. შეგვიძლია არეულადაც დავითვალოთ, მაგრამ მთავარია არც ერთი საგანი არ გამოვრჩეს. საგნების რაოდენობა შესაძლებელია იყოს ტოლი, მეტი ან ნაკლები. დასრულდა ჩვენი გაკვეთილი, გისურვებთ წარმატებებს.